აი უახლოვდებით საბჭოთა არმიის პერიოდის საქმიანობის დანატოვარს, აი ეს რაღაცა ბლოკები, რაღაცა ნაგებობები, აგურები. რა თქმა უნდა, ისინი გზასაც გააკეთებდნენ სამხედრო ნაწილისთვის, აი ეს რაღაცები. აი იქით მეორე რაღაცა ნაგებობა. როგორც წესი ეს იყო უფრო სამხედრო სანავიგაციო რაღაც ნაგებობები. ჩვენ კაი მწვერვალზეც ამოვედით. ეს შეიძლება ბუნკერიც იყოს, შეიძლება ამის ქვეშ რაღაცაც იყოს. რაღაც რონინდელი რაღაცებია. ვისაც არ ეზარება ამით გაერთოვა. მაგიდაც ყოფილა თო. მაგიდაც ყოფილა. შეგვიძლია გავერთო. როგორც ჩანს, აქ იდგა ის ბურთი, რა ვიცი რის ბურთი იყო, მეტეოროლოგიური თუ რა. ვერ გაიგებდა, ჩაიშალა კიდეც. ასფალტიც ჩაიშალა. ყველაფერიც. ჩაცვიდა. ხედები კი უნიკალური აქედან. როგორც ჩანს, აქ უნდა იყოფილიყო ის ბურთი, ყველა ხედავდა, მაგრამ არავინ არ იცოდა როგორ მოსულიყო ამ ბურთამდე. ეს გზა ბურთამდე მიმიყვანს. ეხლა რაღაც ბურთია, რაღაც ამ ბურთის პოსტამენტი. და მარტო ხედი დარჩა. ხედი კიდე დარჩება და იქნება. ყველგან ბეტონის სინკარებია დაყრილი. ყველგან რაღაც ნაგებობების ნაშთები. როგორც ჩანს, აქ ძალიან აქტიურად მიდიოდა ეს ყველაფერი. გავიგებთ, აქ რაღა ამოთხარეს. აქ ცალკე რაღაც იყო ამოთხრილი. რა ვიცი, აქ ვიღას მალავდნენ, ვერ გეტყვით. აი ეს რაღაცა წყალსაცავი აქ ესე გამოიყურება აქედან. რა ვიცი რა არის. საიდან იკითხავ, ის ბეტონების მიწაყრილი თუ ეთყობა ნაგებობა იყო ბუნკერი, იქ ესე გამოიყურება. ხო, და იყურებთ აქ რაღაცა ბუნკერი. თლიანად ამართლებს იმ აზრს, რომ აქ ვიღაცა დარბოდა, დადიოდა. აქ რაღაცა კიდე რაღაცეები. შინერი დაბუნკერებული ადგილი, რაიც კიდე დაბლა არ მიდიოდა, აქაც რაღაცა სიღრმეში კიდე სადღაც მიდის. თანაჩალიჩარია, კიდე ეთყობა რომ ეძებდნენ ადამიანები და ეგეც შენი რუსული ჯარი. ესე შორიდან გადავიღოთ ეს რუსული სამახსოვროდ, რაც დაგვიტოვეს. აი ეს არის სიმბოლო რუსეთის დატოვებული ყველაფრის. რაღაცა ბუნკერები რა იყო, რას აკონტროლებდნენ, ამინდი, ნავიგაცია, საჰაერო დაზვერვა, ახლა რო ვთქვათ, რომ აქ აეროდრომი იყო, აეროდრომი არა ყოფილა. იყო რა რაღაც. მოკლედ აი ესეთი რაღაცა სამხედრო ობიექტი იყო. აქ მთლიანი ეს ადგილი ალბათ დახურული ზონა იყო, საერთოდ არ უშვებდნენ არავის. რა წყებსები და რა. აი ეს არის ეს რუსების გაკეთებული საბჭოთა არმიის დროინდელი რაღაცა ბეტონის მოჩხლართული ნაგებობა. იმდენად მყარი რომ აღარც იციან როგორ უნდა დაანგრიონ, დაუქნან. რაც რა არის, აბა თქვენ მიხვდით. ერეკლეს გალავანივით აქ პირები რას წარმოადგენს. წაი და გაიგე, ანუ იქით ის რაღაც აგურის შენობა, ნაგებობა. აქეთ ეს